აბა ჩემო ჯიგარო ხალხო, როგორ ხართ? გაიგებდით უკვე ამბებს ჩვენს მატადორზე, ილია თოფურიაზე. ისეთი ამბები ტრიალებდა მის თავს, კინაღამ კაც კარიერა დაანებებინეს ამ ესპანურმა ჭორებმა და სასამართლოებმა. მოკლედ, ვისაც გული გისყდებოდათ, შეგიძლიათ ამოისუნთქოთ. ილიას ოჯახური დრამა, განქორწინება და ის გაუთავებელი დავიდარება როგორც იქნა დასრულდა. ესპანური გამოცემა მარკა რომ არის მადრიდელების საყვარელი გაზეთი. ბარსელონელებს არ დაანახოთ, ეგრევე ჩხუბს იწყებენ. აი მაგათმა დაწერეს, რომ ილია და მისი ცოლი ჯორჯინა შეთანხმდნენო. საქმე დაიხურა. ყველაფერი ისე მოგვარდა, როგორც თავად ჩემპიონს უნდოდა. ხო იცით ილია როგორი ჯიუტია, ხო და თავისი გაიტანა. ახლა უკვე მადრიდში თავის პირად დარბაზშია გამოკეტილი, რკინებს ეჭიდება და ემზადება. გეიჯი, მოემზადე შენი დაკრძალვისთვის ძმაო, სხვა გზა არ გაქვს. სანამ თავარზე გადავალთ, ერთი თხოვნა მაქვს. აი აქ რომ წითელი ღილაკია, გამოწერა, subscribe. მაგას დააჭირეთ რა. ეს არ არის რაღაც ოფიციალური მშრალი არხი. აქ ისევ საუბრობთ როგორც ძმაკაცების სუფრაზე ან ბირჟაზე. ხანდახან შეიძლება რაღაც სისულელეც წამომწდეს, იდეალური არავინა. მაგრამ თუ არ მეთანხმებით, კომენტარებში შემომივარდით, არ მოგერიდოთ. ოღონდ არ დაგავიწყდეთ დაბრუნება. თუ ტელეფონით მიყურებთ, ერთი ლაიქი დააჭირეთ. ეგ ხაიპი ძალიან მეხმარება, რომ ეს ვიდეო სხვებმაც ნახონ. აბა თქვენ იცით, დავიწყეთ. მოკლედ რა ხდება? ჩემპიონში ბრაუნსმაც დააგასტურა, ილია ბრუნდებაო. თავად თოფურიამაც დადო სურათი ინსტაგრამზე. ჩემპიონი დაბრუნდაო. სურათზე ისეთ წონებს წევს, კუნთები დაძაბული აქვს. ეტყობა, რომ თხევი ეს ნერვების თამაში ვარჯიშში გადაიტანა. სიმართლე გითხრათ, მე ცოტა სხვა აზრი მქონდა ამაზე. გახსოვთ, როცა თქვა დროებით მივდივარო? მე მაშინაც ვთქვი, კი ბატონო, ფული ოხრა და აქვს, შეუძლია სახლში იჯდეს და ყავასვას, მაგრამ UFC-ს ტიტული უნდა ჩამოერთმია მეთქი. აბა წარმოიდგინეთ, ერთი კაცის ოჯახური პრობლემების გამო მთელი დივიზიონი უნდა გაჩერდეს? თან რომელი დივიზიონი? ქვემსუბუქი წონა, სადაც ნამდვილი ომები მიდის. ქამარი არ უნდა იყოს დაპაუზებული. მაგრამ აი გაუმართლა ილიას, ორგანიზაციამ აპატია, დაუცადა და ახლა ისევ მეფესავით ბრუნდება. საინტერესო ის არის, რომ ალვარო კომენერო, ეს ის ჟურნალისტია ილიასთან რომ ძმაკაცობს და ყველაფერი პირველმა იცის. ამბობს, რომ 90% შანსია ილიამ ქამარი ჯასტინ გეიჯისთან დაიცვას მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუზე. აი ეგ იქნება ისტორია. დანარჩენილი 10% კი ისევ ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ სუპერ ბრძოლისთვის ინახება. ხალხმა უკვე ღადაობა დაიწყო ინტერნეტში. მემებს ხიდაროთ, წერენ გეიჯიმ უკვე ანდერძი დაწერა ილიასთან ჩხუბის წინო. სასაცილოა აბა რა არის, მაგრამ სიმართლის მარცვალიც არის შიგნით. გეიჯი მართლა შარშია. თუმცა ერთი კითხვა მაწუხებს, ხომ არ ჩქარობთ? ილია მეხეცია, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ეგებეს პაუზა მის წინააღმდეგ იმუშავებს. თქვენ რას ფიქრობთ ხალხო? მართლა ასე ადვილად გაფენს ილია გეიჯის? თუ ის ომები, რაც გეიჯის გადატანილა, მაინც თავისას იტყვის. და ზოგადად სამართლიანია, რომ ქამარი არ ჩამოართვეს? დამიწერეთ ქვემოთ, მაინტერესებს თქვენი ლოგიკა. აბა, გავაგრძელოთ, ჩემოკარგებო. პირველ ნაწილში ილიას ოჯახურ ამბებზე ვილაბარაკეთ, მაგრამ ახლა მოდით საქმეზე გადავიდეთ. აი ეს კაცი, ჯასტინ გეიჯი. ხედავთ მის სახეს? ცოტა არ იყოს საცოდავი შესახედაობა კი აქვს ამ ბოლო დროს. თმებით შეუთხელდა, შუბლიც დაეღარა. რას ვიზამ ძმაო? ამდენი ომი გამოიარა, იმდენი მუშტი მოხდა სახეში. სხვაზე მეტი თუ არა, ნაკლები ნამდვილად არ უჩხუბია. ეგ კაცი ოქტაგონზე რომ შედის, საკუთარ თავს იკტოვებს ხოლმე. მაგრამ საკმალისია ეს ილიას დასამარცხებლად? სიმართლე გითხრათ, მე ცოტა ეჭვი მეპარება. აი დაფიქრდით. გეიჯი თავის პიკშიც რომ ყოფილიყო, ის გიჟი ჯასტინი, ყველას რომ ეჯახებოდა. მაინც არ ვიცი, რა შანსი ექნებოდა თოფურიასთან. რატომ? იმიტომ რომ სტილია ასეთი. ილია ხომ მარტო მებრძოლი არაა, ილია ქირურგია. ზუსტად იცის სად დაარტყას, როდის დაიხიოს. გეიჯი ღია ომის კაცია. მაგრამ ჩვენს მატადორთან ეგრე ღიად მივარდნა ნიშნავს, რომ პირველივე წუთზე იატაკზე აღმოჩნდები და ჭერს დაუწყებ ყურებას. გახსოვთ ჩარლზ ოლივეირას ამბავი? აი დაახლოებით ეგეთი სიტუაციაა. გეიჯის სტილი ილიასთვის საჩუქარია. ახლა ზოგიერთი იტყვის, პედი პიმბლეტთან რომ იჩხუბა, მაშინ ცუდად იყო. ხო და მართალიც არის, კაც კისერზე ისეთი სტაფილოკოკი ქონდა მტრისას. ანტიბიოტიკებზე იჯდა. ვინც ერკვევით გეცოდინებათ, ანტიბიოტიკი სპორტსმენს ძალას აცლის, ორგანიზმს ფითავს. 70-80 კილოგრამის რომ იწონი და შიგნიდან წამლები გჭამს, იქ ჩხუბი კი არა, ფეხზე დგომა გიჭირს. აგერ რუფომაც თქვა ფიზიევთან ჩხუბის მერე,
სიცხე მქონდა და ძლივს გამოვედიო. ეგრეა, ბაქტერია და ინფექცია დანდობას არ იცის. მაგრამ მოდით გულზე ხელი დავიდოთ. ანტიბიოტიკებით თუ მათ გარეშე, გეიჯი მაინც ვერ ქაჩავს ილიას დონეს. ილია სხვა პლანეტიდანაა. ხანდახან ფიქრობ, ეს ბიჭი საერთოდ ადამიანია თუ რაღაც საბრძოლო მანქანა, რომელიც საქართველოში ააწყვეს და ესპანეთში დააპროგრამეს. აქ ერთი მომენტია. ილია სულიძახის 31 წლის ასაკში პენსიაზე უნდა გავიდეო. აი ეგ მიშლის ნერვებს. ბიჭო, ასეთი ნიჭი გაქვს, ასეთი ძალა, მთელი სამყარო შენს ფეხქვეშაა და 31 წელი რა არის? ეგ არის პიკი. თუ თავიდან ამოიგდებს ამ სისულელეებს და მთელ ცხოვრებას MMA-ს დაუთმობს, იცით რა პოტენციალი აქვს? GOAT-ობის. კი, არ მეშლება, ყველა დროის საუკეთესო შეიძლება გახდეს. ნუ ახლა მომავალს ვერავინ ხედავს, მაგრამ ნიშნები აშკარაა. ჩემო მეგობრებო, თქვენ რას ფიქრობთ ამ ნაადრევ პენსიაზე? საერთოდ გჯერათ, რომ სპორტსმენმა პიკში ყოფნისას უნდა დაანებოს თავი ყველაფერს? მე მგონია, რომ ილია ჯერ კიდევ ბევრი უნდა აჭამოს მიწას თავის მეტოქეებს, სანამ დაისვენებს. აბა რა სიტყვით, გეიჯის შანსი ნულის ტოლია თუ მაინც შეუძლია რამე სიურპრიზი შემოგთავაზოს? დაწერეთ კომენტარებში, ოღონდ არ დაიშალოთ, წინ მესამე ნაწილი გვაქვს, სადაც ყველაზე საინტერესო ამბებს შევეხებთ. მოკლედ, სად გავჩერდით? ხო, იმაზე, რომ ილია თოფურია მადრიდის სანტიაგო ბერნაბეუზე აპირებს გეიჯის დახვედრას. წარმოგიდგენიათ იქ რა ამბავე იქნება? 10,000-ობით ესპანელი, 1000-ობით ქართველი და შუაში ჩვენი ბიჭი, რომელიც მზადაა ისტორია დაწეროს. ბევრს გონია, რომ ეს მხოლოდ სპორტია, მაგრამ არა, ჩემო კარგებო. ეს უკვე პოლიტიკაზე და შოუ ბიზნესზე მეტია. ეს არის კაცის ამბიცია, რომელსაც საზღვრები არა აქვს. ახლა ბევრს აინტერესებს. კარგი, გეიჯის მოუგებს, მერე რა ხდება? აი აქ შემოდის თამაშში ის 10%-იანი შანსი ისლამ მახაჩევზე რომ ვამბობდი. მახაჩევი სხვა დონის გამოცდაა, მოდით რეალისტები ვიყოთ. იქ უკვე მარტო მუშტების ქნევა არ ეყოფა, იქ ჭიდაობაა საჭირო, ნამდვილი კავკასიური ჟინი და ძალა. ილიას კი ყველაფერი აქვს, ხანდახან ფიქრობ ხოლმე. ნეტავ რამდენი ლიტრი ოფლი აქვს დაღვრილი იმ დარბაზებში, რომ დღეს აქამდე მოსულიყო. ჩვენ ხომ მხოლოდ შედეგს ვხედავთ, ბრჭყვიალა ქამარს და ლამაზ კოსტუმებს, მაგრამ მის უკან რამდენი ტკივილი და უძილო ღამია. ეგ მხოლოდ მან იცის. ბევრი აკრიტიკებს, ძალიან ბევრს ლაპარაკობსო. ბიჭო, თუ აკეთებ უნდა ილაპარაკო კიდეც. აბა ჩუმად ყოფნით ვინ გახდა ვარსკვლავი. ილიამ იცის როგორ გაყიდოს ჩხუბი, როგორ აალოს ცეცხლი გულშემატკივარში. და რაც მთავარია, სიტყვას საქმით ამყარებს. გახსოვთ ვოლკანოვსკი. ყველას ეგონა ალექსანდრე დიდი გადაულიდა, მაგრამ რაქნა ილიამ? ერთი ზუსტი დარტყმა და მორჩა. ახალი ეპოქა დაიწყო. იცით რა მეკვირს? ზოგიერთი ქართველიც კი ეჭვის თვალით უყურებს. რატომ ხალხო? ჩვენი სისხლი და ხორცია, ჩვენს სახელს ატანს მთელ მსოფლიოს. როცა ოქტაგონზე გადის და საქართველოს დროშას იფარებს, იქ უკვე ყველანაირი პირადი სიმპათია თუ ანტიპათია გვერდზე უნდა გადავდოთ. ის იქ ჩვენთვის იბრძვის. საბოლოო ჯამში რა გვაქვს ხელში? ილია დაუბრუნდა ვარჯიშს. ოჯახური პრობლემები წარსულს ჩაბარდა. მოტივაცია პიკზეა. გეიჯი იქნება თუ სხვა, მატადორი მზადაა რხებით გაიტანოს ნებისმიერი ვინც გზაზე გადაეღობება. მე პირადად მჯერა, რომ ილია თოფურია ჯერ კიდევ ბევრჯერ დაგვაყვირებს სიხარულისგან. 31 წელიო რომ ამბობს. ვნახოთ. მგონია, რომ როცა იმ ადრენალინს იგრძნობს, რასაც გამარჯვება ჰქვია, პენსიაზე წასვლა აღარ მოუნდება. დიდება ნარკოტიკივითაა. ერთხელ თუ გასინჯე, მერე სულ გინდა. ხო და ჩემო ჯიგარო ხალხო, აი ასეთი იყო დღევანდელი ჩვენი ბაზარი. იმედია ისიამოვნეთ და ცოტა სხვა კუთხით დაინახეთ ეს სიტუაცია. სანამ დაგემშვიდობებით, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. თუ ვიდეო მოგეწონათ, ლაიქი არ დაგენანოთ. ეგ ჩემთვის დიდი სტიმულია. კომენტარებში კი დამიწერეთ თქვენი აზრით, რა იქნება ილიას შემდეგი ნაბიჯი. მართლა მახაჩევს უნდა დაეჯახოს, თუ ჯერ თავის წონაში დაამყაროს წესრიგი. აბა მაგრად იყავით, გკოცნით, გეხვევით და მომავალ შეხვედრამდე ჩვენს არხზე. მატადორი ბრუნდება და ჩვენც მასთან ერთად ვართ.